იცით რა არის სამწუხაროდ? აი ესეთი ორგანიზებული ზარები გვესმის ჩვენ ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი და ორგანიზებული ირანის მხარდამჭერი. ეს მხარდაჭერა თქვენის მხრიდან ირანის ისლამური სახელმწიფოსი, აი სწორედ ეს არის ბოროტების მხარდაჭერა. გაიხსენეთ აღამ აჰმად-ხანი, გაიხსენეთ შახაბაძე, რა დაგემართათ თქვენ მართლა? ეს გაგრძელებაა იმ პროპაგანდის, რაც მიმდინარეობს სამთავრობო არხებით, სოციალური ქსელებით, დიახ. ცივილიზებული სამყარო დღეს იბრძვის ისეთი ტიპის ბოროტების დასამარცხებლად, რომელმაც 20,000, 30,000 ადამიანი აწამა და მოკლა. დღეს ძალიან სწორად ბრძანა ამ ეთერში ქალბატონმა, რომელმაც დარეკა ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი აკეთებს საერთოდ ზოგადად ცივილიზებული მსოფლიოს საქმეს და ეს სახელმწიფოები დღეს ამბობენ, რომ არ დაუშვებენ ხამეინის ტიპის რეჟიმების არსებობას მსოფლიოში, რომელიც ანადგურებს ადამიანებს, აწამებს ადამიანებს. საოცრება, საკვირველება, მართლა სამარცხინო საქციელია, ძალიან არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ ჯობია რომ ღიად ვილაპარაკოთ. მე მგონი დღეს დაცვა აიათოლა ალი ხამეინის და იმ რეჟიმის, რასაც თქვენ გავალებენ და ეხლა აკეთებთ. არა მარტო ამ ეთერში, არამედ სოციალურ ქსელებშიც. ჩვენ უნდა ვიდგეთ გამომდინარე ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან, გამომდინარე გნებავთ ჩვენი ისტორიული მეხსიერებიდან, უნდა ვიდგეთ ცივილიზებული სამყაროს გვერდში და დარეკეთ სახელმწიფო ტელეარხებზე გახსნან ეთერი, მოითხოვეთ ყველას დიდი გული ამ პატარა ობიექტივთან აგაქვთ და დარეკეთ იმ სახელმწიფო არხების გახსნა, მოითხოვეთ და იქ დააფიქსირეთ ეგ თქვენი პროპაგანდისტული აზრები. რაც სიკეთეს არ მოუტანს ამ ქვეყანას, ისევე როგორც სიკეთის მომტანი არ იყო ირანის ისლამური რევოლუციის წლისთავების აღნიშვნა და ამ იუბილეში საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა. მოწოდება, მთავარი მოწოდება ჩვენი არის, რომ გავაცნობიეროთ რა პროცესი მიდის, გავაცნობიეროთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესი, ნუ დაგვავიწყდება ჩვენი ისტორია. ჩვენი გამოცდილება, ნუ დაგვავიწყდება ჩვენი ისტორიული მტრები ვინ იყვნენ და ნუ დაგვავიწყდება ის რა პოზიცია უნდა გვეკავოს ჩვენ და ნუ იქცევით ჩემო ძვირფასო მეგობრებო ინსტრუმენტებად და ჭანჭიკებად იმ ქართული ოცნების ხელში, რომელიც ყველას წირავს, ყველაფერს წირავს. დავიჭიროთ თავისუფლების მხარე, დავიჭიროთ დემოკრატიის მხარე და ნუ დავიჭერთ წამებლების, მართლა აგრესორების, სიბნელის და წვდიადის მხარეს.